სამი ქვეყანა, სამი განსხვავებული ისტორიით. რეპროდუქციული მედიცინა არაერთ მნიშვნელოვან მიღწევას აერთიანებს. მათ შორის არის ეს სამი ქვეყანა, რომლებმაც ამ სფეროს განსხვავებული მიმართულება მისცეს და თვითოულმა მათგანმა ღირსეულად დაიკავა მისთვის კუთვნილი ადგილი. პირველი ქვეყანა ეს დანიაა. დანია მსოფლიოში სპერმის დონაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია. სწორედ აქ მდებარეობს ცნობილი სპერმის ბანკები, საიდანაც დონორული სპერმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იგზავნება. სწორედ ამიტომ დანიამ თანამედროვე დონაციის სისტემის შექმნაში ღირსეული ადგილი დაიკავა. მეორე ქვეყანა ეს შვედეთია. ამ ქვეყნის ისტორია ერთ მნიშვნელოვან მიღწევას უკავშირდება. სწორედ აქ დაიბადა მსოფლიოში პირველი ბავშვი საშვილოსნოს გადანერგვის შედეგად. 2014 წელს შვედეთში მოხდა ის, რასაც აქამდე არავინ წარმოიდგენდა. წარმატებული საშვილოსნოს ტრანსპლანტაციის შედეგად 35 წლის ქალი, რომელიც საშვილოსნოს გარეშე დაიბადა, დედა გახდა და ბავშვი თავად გააჩინა. სწორედ ამ ფაქტმა იმ ქალებს, რომლებსაც ადრე მხოლოდ სუროგაციის არჩევანი ჰქონდათ, კიდევ ერთი შესაძლებლობა გაუჩინა. მესამე ქვეყანა კი მეცნიერებითა და მონაცემებით გახდა გამორჩეული. ეს ქვეყანა ნორვეგია. აქ 10 წლეულები გროვდებოდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის რეესტრული მონაცემები და შექმნილია მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი დაკვირვების ბაზა. სწორედ ამ მონაცემებზე დაფუძნებული კვლევები და რეკომენდაციები დღეს მსოფლიოს წამყვანი კლინიკებისა და ექიმების ყოველდღიური პრაქტიკის განუყოფელი ნაწილია. ერთი შეხედვით, ეს სამი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ისტორიაა, თუმცა მათ ერთი საერთო აერთიანებთ. სამივე სკანდინავიის ქვეყანაა. ალბათ ამიტომ ჩემთვის სკანდინავია უკვე მხოლოდ ჩრდილოეთის ლამაზი ბუნება აღარ იქნება. ეს არის რეგიონი, რომელმაც რეპროდუქციულ მედიცინაში თავისი ისტორია დაწერა და ვფიქრობ, ამ ისტორიის ყველაზე საუკეთესო ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის.